გამარჯობათ პატრიოტულ ტელემაყურებლებო. სამხედრო პატრიოტული ჟურნალი მეომარი მცირეოდენი შესვენების შემდეგ კვლავ ეთერშია. შემოქმედებითი გაერთიანება SPA და ტელეკომპანია მეორე არხი ამიერიდან რეგულარულად შემოგთავაზებთ ეროვნული არმიის მშენებლობისა და ჯარისკაცთა ცხოვრების ამსახველ პროგრამას. ჩვენი პირველი სიუჟეტი ეროვნული გვარდიის პირველი მეთაურული ბრიგადის მესანგრე და ასეულს ეძღვნება. სწორედ ამ ასეულის მესანგრეები ერთ-ერთი პირველები მივიდნენ 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებული ტერაქტის ადგილას და სხვა შენერთების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ განაღმის ოპერაციებში. გარდაში გამოცხადდა ჩვენ შეტყობინების სისტემაა დამუშავებული ამ შეტყობინების სისტემით. გამოცხადდა სულ ადგილზე და მე მოვიდა სამართლის უფროსის ბრძანება, რომ ჩვენთან ჯგუფი გასულიყო შემთხვევის ადგილზე. და გავიდნენ ოფიცრები. მივედით შემთხვევის ადგილზე. მუხები აღმოაჩინეთ, მუხები როგორ გასწორებული იყო. ამ საწინააღმდეგო ხელმძღვანელები, საწინააღმდეგო საბრძოლო მდგომარეობაში ხელით დამსწრება რეალურად მონაწილეობდნენ ბატონებს. დავათვალილეთ ყველაფერი და იქ იყო აი ეს საწინააღმდეგო ყუმბარები, რომლებიც ესე იგი არის თავის პარაშუტით იხსნება, ნასროლი იყო, პარაშუტი გახსნილი იყო და ესე აფეთქებული არ იყო არც ერთი. მეორე დღეს გავედით ისევ და ველოდებოდით ბრძანებას, იმიტომ რომ ამ ნავზე ხელის შეხება არ შეიძლება. შეიძლება და აფეთქებული იყო და ამიტომ მივიღეთ ბრძანება, რომ ადგილზევე გაგვენადგურებინა ეს ყველები. ეს მოხდა ტრატილით, კაფსულით ჩადებული და აფეთქებული. რატო არ იყო აფეთქებული თუ გაგვიმართათ? შეიძლება არ დაეცა იმ წერტილით, გამიგე რომელიც აფეთქებული იყო. ერთი რომელიც დაეცა წერტილით, ის უკვე აფეთქდა. მესანგრეთა ასეული ყოფილი სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე შეიქმნა. ეს ის რაზმია, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საფრანგეთის საომარი მოქმედებების მსვლელობისას. ამ შენერთის ბევრი მებრძოლი სამშობლოს მთლიანობისათვის ბრძოლას შეეწირა. სწორედ მათი ქსოვნის უკთავსაყოფად არის აგებული ეს მემორიალიც. ხომი რომ ეცემოდა 27 სექტემბერი იყო, მან დაიყումდნენ ეს ბიჭები რა, მიშკა მოძელაშვილი, პავლიკა გიორგოვიანი და ამათი მეთაურობა რა, სპეცნაზის ვინც ისინი მირულად დაეცნენ და აქ ძალიან ცოტა იყო ხალხი დარჩენილი მეომრები. ოფიცრებიც აღარ იყვნენ და მაგის ბაზაზე მე გვარდიის მმართველობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი 22 ბატალიონი იყო და ჩოლოყაშვილიდან ეს ორი ნაწილიდან და სპეცნაზის დარჩენილი ხალხიდან შევაერთეს და გავხადეს გვარდიის საინჟინრო ცალკე ასეულა. სამართლის უფროსის ბრძანებით დავნიშნე აღასაულის მეთაურად. მოგეხსენებათ, მესანგრის სამხედრო პროფესია განსაკუთრებულია და უმრავლეს შემთხვევაში სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული. რისკის ფაქტორი კი მხოლოდ თანმიმდევრული და გულმოდგინე თეორიული პრაქტიკული მომზადების შემდეგ იწევს დაბლა. ამ მხრივ საუკეთესო პირებებია შექმნილი სასწავლო კაბინეტებში, სადაც მომავალი მესანგრეები სრულყოფილ თეორიულ ცოდნას იღებენ. ამ საწინააღმდეგო ყუმბარით იყო მოწყობილი თავდასხმა საქართველოს პრეზიდენტ ბატონ ედუარდ ჩავარდნაძეზე. ჩვენი ასეული იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მიიღო მონაწილეობა განაღმვაში. ყველა ყუმბარა გაინაღმა სხვებლის გარეშე. ყველაფერი აი იდეალურად არის აქ მოწყობილი. რა თქმა უნდა, ეხლა ეს თქვენი ძალებითაც, მაგრამ რაღაცნაირად აი ფიქრობ, ალბათ ვინმე გეხმარება. რასაკვირველია, დაგვეხმარა, თანაც დიდი დახმარება გაგვიწევს. ესე იგი მინისტრის მოადგილეებმა ეს ბატონი გენერლები ჯემალი ჭუმბურიძე, თამაზ დუმბაძე. ესე იგი როგორი დახმარება. დღე და ღამე ჩვენთან იყვნენ და დღე და ღამე. ერთად მუშაობდით, ერთად აი რასაც უყურებთ ამ ტერიტორიაზე, ყველაფერი უშუალო მითითებით. ადგილად სულ ყველა გვეხმარებოდა. ბიძინა ჭყარკავა მოადგილე პოლკოვნიკი. ძველი ნაწილის მეთაური ბატონი ვიცე-პოლკოვნიკი მერაბი კიკავიძე. სულ ყველა ესე იგი მთელი გვარდიის უბრალოდ გადმოსული იყო, რომ თან ამერიკელები უნდა ჩამოსულიყვნენ, ამერიკის გვარდიელები ჩვენთან. და ყველა გვეხმარებოდა, რომ
ცოტა ესეთ მდგომარეობაში მოგვიყვანა ნაწილი. ჩვენი ძირითადად სპეციალიზირებული ნაწილია და აუდიტორიაში მე ჩვენ გასულები გვაქვს პოლიგონზე და პოლიგონზე უკვე დახვეწა პრაქტიკული სამუშაოები ტარდება. ძირითადად თეორიული მეცადინეობა მიდის, ოფიცრები არიან დაკავებული მათთან და ყოველდღიური მეცადინეობა მიმდინარეობს განრიგის მიხედვით, როგორაც არის დამტკიცებული ჩვენი მთავარი სამმართველო შტაბის მიერ. აი ჯარისკაცების გართობის ეს თავისუფალი დრო. თავისუფალი დრო ძირითადად სპორტითაა დაკავებული. აგერ დავართ შენერი ფეხბურთის მოედანი გვაქვს, კალათბურთის მოედანი, ფრენბურთის მოედანი და ამ ჩვენ ვაკლებთ. ხშირად ძალიან ოფიცრები ჯარისკაცებთან ერთად ყოველ საღამოს თითქმის როცა ამიდია, ყოველ საღამოს დაკავებული ვართ სპორტით, ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, ყველაფერი. თქვენ აქ როგორც შევნიშნებო, თქვენი დამხმარე მეურნეობაც გაგაჩნიათ. საჭირო არის და უნდა იყოს ესეთი, ყველა მონდომებულია, ჩვენ თვითონ ვუვლით, ჩვენ შევუვლებთ საკვებს, რაც რჩება ეს. გვაქვს. ისე რომ არ გაგუჭირდება. ჩვენი ინდორიც აგვაქვს, აგერ დათესილი გვაქვს სიმინდი, არაკლიათ არაფერი. თუ თქვა შეფერხება იქნება რაღაც პროდუქტის, იმას ყოველთვის შეგვიძლია რომ ჯარისკაცი მშიერი არ იყოს. ჩვენ სხვისთვის არაფრისთვის არ გვინდა დაიკვლება ადგილზე და ცოცხალი ხორცი მიეწოდება ჯარისკაცს. მე მგონი იმის პირობები რომ აი რო ვკითხულობთ და პრეტენზიები რო არის საკვების მხრივ, სისუფთავის მხრივ, აქ გამორიცხულია. ჯარისკაცების აი კონტინგენტი თუ ხარ მოყოლები. ჯარისკაცების კონტინგენტით. ამ ბოლოს უფრო ისინი ცოტა განათლებული ბიჭები მეავրიზახი ცოტა ახლა ადრე ომის დრო იყო და რაღაცა იყო უფრო მეტი თავდადება იყო და მახსოვს ეგეც არ მიყვებდა და ძალით მოდიოდნენ ბიჭები. ჩვენი შვილები დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები და უნდა იმსახურონ და უნდა გაიზარდოს ნაწილი და წინ უნდა წავიდეს. შეასრულოს ის ფუნქციები, რაც ჯარს და ეროვნულ გვარდიას და საერთოდ საჯარისო შემოერთებს აკისრიათ. ვიცე-პოლკოვნიკი ჯუმბერი იაკობიძე 39 წლის დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო ფაკულტეტი, ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი პირველი ოფიცერი. ამჟამად მესანგრეთა ასეულის მეთაური. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. ოფიცრების ყოფა ცხოვრებაზე ნორმალურად ვართ ყველანი, აი ჩვენ ძირითადად ყველა აი ვისაც თქვენ ხედავთ ჩვენ ნაწილში ყველა უმგანული ბიჭები არიან, ტყვის ფასიც იციან, ურის ფასიც იციან და ყველაფრის ფასიც იციან და ერთად ვართ, მეგობრულად ვართ, ომის დროსაც მეგობრობდით. სამხედრო ნაწილებს ძირითადად აქვთ თავის პატარა ქალაქი ცხოვრება. ამ ნაწილს არ ქონია ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქალაქის რაიონებში თვითონ აქ რუსი ოფიცრების ნაწილიც იყო ეს რუსების. ცხოვრობ ახლა მე ძირითადად აქეთ გადმოვედი ორხევის ბატალიონში. მანდ არის საცხოვრებელი ადგილი და როგორც ახლოს სამსახურთან გადმოვედი აქეთ საცხოვრებლად. ნორმალურად როგორც ბატონ მალიკომ თქვა, ერთად ვართ მეზობლებათა ვართ. ორხევში არის სამხედრო ბინარის, სადაც არის მეთაური ახლა ასათიანი. ასეულში ყველა არსებულ შესაძლებლობას იგანებენ, რათა სირთულეები დაძბულონ. ჩვენ ამაში დავწმუნდით, როდესაც შენერთის საცხოვრებელი და სხვა საყოფაცხოვრებო პირობების გავაცანეთ. ნაწილს მოდიმევად აქვს ელექტროენერგია, გათბობა და ცხელი წყალი. მესანგრეებმა თავის ხელით მოაპერკეთეს პირსაბანი, კეთილმოაწმეს ხაზება. საუკეთესო მდგომარეობაშია ჯარისკაცთა სასწავლებელი. ჩემი ნება სურვილი იყო გვარდიაში რომ წამოსულიყავი. თვითონ გვარდია ისეთი ნაწილია საოცნებო ნაწილია როგორც ქართული კაცს, ქართული ადამიანს მებრძოლის სული ვისაც გააჩნია აუცილებლად წამოვიდო და ქართულ ჯარში და ქართულ ჯარში მსახურეს. თუ ჩვენ სამშობლოს დაჭირდა ჩვენი თავი, თქმა უნდა
გამოდახევები არა ვართ და ჩვენ მეგობრებთან, ჩვენ ოფიცრებთან, ჩვენ რიგითებთან გვერდით ყოველთვის მზადყოფნაში ვართ ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ზონიოვი თემური. თემურ, რამდენი ხანია მსახურობ? 22 თვე. 22 თვეა? ჯარში. იგი მალე ამთავრებს სამსახურს. კი, 2 თვეში. საიდან გაგიწვიეს? სადაური საცხოვრე? გარდაბნელო. გარდაბნელი. თვითონ გარდაბნელი ცხოვრობ თუ სადაური? ქალაქში. მაყოფილი ხარ სამსახურით. კაი. ქართული იცოდი კარგად თუ ჯარში უკეთესად ისწავლე? ჯარში უკვე კარგად ისწავლე. აქ ყველა ნორმალური გვაქვს ჩვენ მეთაური ყველა ოფიცერი იქნიან პირობებს რომ საჭმელი იყოს ნორმალურად და 90% ჩათვალეთ რომ ჯარისკაცები მოყოფილი არიან. ყველაფერი გვაქვს საიმისო პირობები რომ ჯარისკაცები მოყოფილონი არ იყვნენ. ჩაცვრის ხრივაც ყველაფერი კარგად აგვაქვს ჩეკმები, ბათინკები, ბილიო, ზამთრის, რაც კი არის რა ყველაფერი. ახლა მივიღეთ დავაკომპლექტეთ კიდევ ჯარი და კიდევ ვიმეორებ ჯარის პირობებს, რაც არის დღევანდელი ქართული ჯარის პირობებზე ჩვენ ყველაფერი გვაქვს. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები იმ დონეზე ომში ვიქნებით, ომშვიდობიანობის დროს ყველაფერი წავიყვანოთ გვარდიულად. ჯარისკაცები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მათთვის საამაყოა გვარდიის ასეთ საუკეთესო ასეულში სამსახური და კმაყოფილი არიან როგორც საყოფაცხოვრებო პირობებით, ასევე საბრძოლო მომზადებით. აქ გატარებულმა დრომ მათ ბევრი რამ მისცათ, რაც შემდგომ ცხოვრებაშიც გამოადგენთ. მართლაც რომ იმედიანი შტაბ-ეჭდილებებით ვტოვებთ ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის მესამეთა ასეულს და კიდევ ერთხელ ვწმუნდებით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ადგილზევე შეიძლება გადაიჭრეს, თუ საქმეს მართლაც გულმოდგინება და ერთგულება ახლავს თან.